თემა, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება, ეს შეეხება იმ ცვლილებებს, რომლებიც მივიღეთ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში. მოგეხსენებათ, რომ დევნილების სპინის უზრუნველყოფა ხდება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, ეს კრიტერიუმები ყოველდღიურად ვითარდება, იცვლება, ხდება რეალობის შესაბამისი, ამ ეტაპზე შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები და სხვათა შორის ეს ცვლილებები დადებითად აისახება იმ დევნილებზეც, რომლებიც იპოთეკური სესხების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ცვლილებები საკმაოდ ფართოა, მხოლოდ რამდენიმეზე გავაკეთებ ამ შემთხვევაში აქცენტს. პირველი, თუ კი დღემდე მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმ დევნილების დახმარებაზე, პირველ რიგში დაკმაყოფილებაზე, რომლებიც სოციალურად არიან შეჭირებულები, ეხლა სოციალურ კრიტერიუმთან ერთად წინა პლანზე წამოვიდა მრავალშვილიანობის კომპონენტი. და უბრალოდ რაში გამოიხატება ეს? დღემდე ერთი ქულა ეწერებოდა ყველა იმ დევნილს, რომელსაც ჰყავს 3 შვილი და ყოველ შემდგომ შვილზე ემატებოდა 9 ქულა, თქვა 5 შვილიანს 2 ქულა. დღეიდან 3-ის ნაცვლად 2 შვილიანს ემატება 1 ქულა და ყოველ შემდგომ შვილზე 5 შვილამდე თითო ქულა, ანუ 5 შვილიანის შემთხვევაში ეს არის 4 ქულა და შესაბამისად 5 შვილიან ოჯახს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა დანარჩენებთან შედარებით, ხოლო ყოველ შემდგომ შვილზე 9 ქულა ემატება. თავისთავად ეს ცვლილება შანსს აძლევს მაგალითად ისეთ ახალგაზრდა ოჯახებს, რომლებსაც შეიძლება ჰყავდეთ 2 შვილი, დღემდე ჰქონდათ რაღაც გარკვეული შემოსავალი და პრაქტიკულად ნაკლები შანსი ჰქონდათ, რომ მიიღოთ ბინა ამ ეტაპზე და თქვათ მომდევნო წლებში უნდა ჰქონოდათ მხოლოდ მოლოდინი, დღეიდან უჩნდებათ შანსი, რომ მათაც გაუჩნდეთ ბინის მიღების შანსი. მეორე ცვლილება ასევე შეეხება იმ ომის ვეტერანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ომში, მიღებული ჰქონდათ გარკვეული ორდენები, გაიზარდა ქულების რაოდენობა მიღებულ ჯილდოებზე. მაგალითად, თუ კი ომის გმირზე იყო 2 ქულა, იყო დღეიდან ხდება 3 ქულა, ყველა დანარჩენ ჯილდოებზე 9 ქულით იმატებს და იმ შემთხვევაში, თუ კი ომის ვეტერანი გარდაიცვლება, გარდაცვალების შემთხვევაში აქამდე ეს ქულა იკარგებოდა, დღეიდან ეს ქულა რჩება მის ოჯახს, მის შთამომავლებს, იქნება ეს მეუღლე თუ შვილები, ისევე როგორც თუ კი ამ გარდაცვლილ დევნილ ვეტერანს ჰქონდა გარკვეული ჯილდოები, ეს ჯილდოებიც აღარ იკარგება, არამედ დარჩება შემდგომ მათ ოჯახის წევრებს და კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ახალი ცვლილებებით ვცადეთ და მუდმივად ვცდილობთ ამას, რომ ჩავკეტოთ ის შანსები, რასაც ზოგიერთი დევნილი ბოროტად იყედებს, როდესაც ისინი ცდილობენ კანონის გვერდისავლით დააგროვონ ქულები და გარკვეული თაღლითობების გზით გარკვეული ქულები დააგროვონ. ერთ მაგალითს გეტყვით, გამოსახლებაზე მაგალითად იყო 3 ქულა და ჩვენთან უბრალოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც დედა უჩიოდა სასამართლოში შვილს, რომ შვილი გაასახლეთ ბინიდან, მოდიოდა ჩვენთან სასამართლოს გადაწყვეტილების, რომ აი შვილი გამისახლეთ ბინიდან და ამ გადამოსახლებაში ამ შვილს ეწერებოდა 3 ქულა. მსგავსი თაღლითობების შანსს ეხლა ვკეტავთ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თქვათ 1-2 წელიწადში კიდევ ახალი მეთოდები იქნეს გამოგვენებული, რომლებიცაც ახალი ცვლილებები და განმარტებები დაგჭირდება.